აქ დავბრუნდებით. მე ერთ ამბავს მოგიყვები, რომ შირაქის ველზე, თან ნაზარლებზე უკვე არქეოლოგიური სამუშაოების მესამე ეტაპი დაიწყო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება იქ, რაც ნამდვილად მოიცოდეს ჩვენმა მაყურებელმა და სწორედ ამისთვის რუსუდან ძნელაძე სწორედ შირაქის ველიდან შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. დილამშვიდობისა, რუსიკო. დილამშვიდობის ეკა, მოგესალმებით შირაქის ველიდან. ჩვენ ახლა 3200 წლის წინანდელ ნაქალაქარზე ვიმყოფებით, სადაც გუშინ დილით 7 საათზე სრულიად უნიკალური აღმოჩენა მოხდა. მოგეხსენებათ, რომ აქ ერთობლივი ექსპედიციით იმყოფებიან ქართველი და გერმანელი არქეოლოგები. ამ წუთას ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ ქართული არქეოლოგიის ნამდვილი ექსპერტები არიან, ბატონი პაატა და ბატონი გურამი და სწორედ აი ამ აღმოჩენის შესახებ ერთიც და მეორეც თავის მნიშვნელოვან აზრს მოგვახსენებს. ბატონო პაატა, რა აღმოაჩინეთ გუშინ დილით 7 საათზე? მოგესალმებით, აქ მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები ნაქალაქარისა, ნაზარლების ნაქალაქარი, ეს ასე სახელდებული და აი აქ ზედა ტერასაზე მიმდინარე სამუშაოების დროს აღმოჩნდა დიდი რაოდენობის ბრინჯაოს ნივთები, ფაქტიურად ბრინჯაოს განძი, აქ მარტო მახვილის იმიტაციების რაოდენობა 100-ლამდეა, შემდეგ აქ არის ისრისპირები, ნამგლისპირები, აქ არის მახვილი, აქ არის დანები და უამრავი ნივთები. ეს ნივთები ყოველთვის რო ალაგია, იქნებ შესაწირს ნიშნავს, იქნებ რაღაც განსაკუთრებულს ნიშნავს. შესაბამისად, ეხლა ყველა ხატში ჯერ კიდევ ეთნოგრაფიულ ყოფაში დადასტურებული, რომ არის განძი, რომელიც წარმოადგენდა ხატის საკუთრებას. აქაც სავარაუდოდ ეს ბრინჯაოს ნივთები უნდა ინახებოდეს სწორედ აი ამ სამლოცველოში და რომელიც არის დანგრეული და განადგურებული და აი აქ აღმოჩნდა ესე კონცენტრირებული აი ეს ნივთები საკმაოდ დიდი რაოდენობით, უპრეცედენტო რაოდენობის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი რაოდენობის ბრინჯაოს ნივთების კონცენტრაცია ჩვენ აქ აღმოსავლეთ საქართველოში არ მეგულება პირადად. ბატონო გურამ, ახლა თქვენსკენ გადმოვდივარ შეკითხვით, რას გვეტყვით ამ აღმოჩენაზე? ჯერჯერობით ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით. აღმოჩენა მართლა უნიკალურია, ოღონდ არა ისეთი უნიკალური, ახლა რო ყველაფერს უნიკალურს ვეძახით. ნამდვილად უნიკალურია. ასე მთი რაოდენობის ბრინჯაოს ნივთები, ასე ერთად თავმოყრილი, კონცენტრირებული, საერთოდ იშვიათობას წარმოადგენს, არა მარტო ჩვენთან, ყველგან. ეს ბრინჯაო იმიტირებულია, როგორც მითხარით, ანუ იმიტირებული ნივთებია, ხო? ანუ ეს არის იმიტაცია სატევარის. ბევრი იმიტაცია ძალიან, აი ის არის მახვილების იმიტაცია, მაგრამ არის საბრძოლო შუბისპირები, აქ არის ნამგალი, აქ არის მახვილი. ეხლა ეს ზემოდან რაც აჩვენს და ალაგების დროს კიდე რამდენი რამ გამოჩნდება, ეს ჯერ კიდე საკითხავია. მაგრამ აი ეს დიდი კონცენტრაცია რო არის, აი ნივთების არის, ის არის იმიტაციები, მახვილის იმიტაციები. ბატონო გურამ, ისე თქვენთან შეკითხვით, რას ელოდებით, კიდევ რა შეიძლება აქ აღმოჩნდეს? მოლოდინი ყველაფრით შეიძლება და არავინ არ იცის რა იქნება მის ხვებოთ კიდევ. შეიძლება არაფერი, მაგრამ შეიძლება უფრო ღრმად მიტისეს ფენა. ერთი სიტყვით, უძველეს ნაქალაქარზე გათხრები კვლავ გაგრძელდება. ჯერ კიდევ არ ვიცით, რა საიდუმლოებას გამოსტაცებენ არქეოლოგები დედამიწის გულს, ასე რომ მომავალ შეხვედრამდე ახალი აღმოჩენები და წარმატებები უსურვოთ ჩვენს ძვირფას არქეოლოგებს. გიერთდებით ამ სურვილში, რუსიკო, დაგემშვიდობებით. პრინციპში, მე მგონი დრო არის შევეხმიანოთ